ნატოს სამიტს ქართველი ექსპერტების მხრიდან შეფასებები მოყვა პოლიტოლოგებს მიაჩნიათ, რომ ჩიკაგოს სამიტზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა საქართველოს როლი ISAF-ის პროგრამაში და ქვეყნის სწრაფვა ალიანსისკენ. პოლიტოლოგების განცხადებით, ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა მიზნად ისახავს როგორც ქვეყნის უსაფრთხოებას, ასევე ახალი ინვესტორების დაინტერესებას საქართველოსთან. ის პესიმისტური გათვლები, რაც იყო დაკავშირებული მასთან, რომ ნატო ის აღარ არის, ანუ შესუსტა რაღაც არის უთანხმოება შეგნით. 3 პუნქტია იყო დათმობილი იმ ოფში, რომელიც არის შედგენილი ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ასრულებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც ნატოს გაწევრიანებისთვის არის საჭირო და ეს მოთხოვნები შეფასებული იქნა უმაღლეს რანგში. ეს არ არის ნატოს შეფასებითი, ეს ხსნის ახალ შესაძლებლობებს ალიანსთან უფრო ღრმა დიალოგისა და ღრმა ჩართულობისა, რაც პირდაპირ არის დაფიქსირებული დოკუმენტში და საქართველოს მოხსენიება უკვე საბოლოო დეკლარაციაში იმ ქვეყნების გვერდით, რომლებსაც მიღებული აქვს მაპი და ელოდებიან მოწვევას ალიანსში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ხაზს უსვამს საქართველოს როგორც განსაკუთრებული პარტნიორის სტატუსს.